ფაქტია რომ ესე ხდება და ალბათ თავი შეკითხვა რა დღეს აქვს საზოგადოებას ის არის რომ გასაგებია ეხლა რაც ხდება ქვეყანაში გასაგებია ეს რეჟიმი რასაც წარმოადგენს ალბათ შენ როცა დადიხარ ქუჩაში იმიტომ რომ მე ყოველთვის ამას მეკითხებენ აი როდის იქნება და რა იქნება და რა სტრატეგია უნდა ავირჩიოთ ფაქტი არის რომ ეხლა რაღაც არის ეტაპი ზაფხულში როცა ხდება გადალაგება ძალების როცა ხდება ანალიზი იმისი რაც მოხდა და ფაქტი არის რომ ალბათ ორივე მხარე ხელისუფლება და ოპოზიცია ვიმზადებით შემოდგომისათვის გადაცემის ფორმატი იძლევა იმის საშუალებას რომ ნახევრად ოფიციალურ ვითარებაში ანუ ცოტა უფრო მეტი დაუშვათ კულუარით იმ ფარგლებში რაც შესაძლებელი არის ჩვენ საზოგადოებას ვუთხრათ ეს საკნების აქცია რომელიც დაიწყო ეს უწყვეტი აქცია რომელიც დაიწყო ფაქტი არის რომ გრძელდება მაგრამ ისიც ფაქტი არის რომ შედეგი არ დადგა რა როგორ გონია რა უნდა შევცვალოთ ჩვენ რაში იყო ჩვენი შეცდომას თუ არ დავარქევთ ყოველ შემთხვევაში ხარვეზი რა შეიძლება გაკეთდეს უკეთ შემოდგომისთვის ან შემოდგომამდე რომ დადგეს შედეგი მე უბრალოდ გამოვხატავ ალბათ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქის აზრს თუ კი ვიტყვი რომ ბევრ სიმპათიაც აქვს ოპოზიციის მიმართ ბევრი პრინციპში სიმპათია თუ არა აქვს ყოველში აგრესიულად არ არის განწყობილი მაგრამ თავი შეკითხვა არის ესეთი რომ კი ბატონო ყველაფერში მართლები ხართ კი ბატონო თქვენი აქციები მიდის მაგრამ შედეგი არ დგება ეს სააკაშვილი გინდა იქით იხტუნე გინდა აქეთ იხტუნე რჩება ხო არ შეიძლება ამან გამოიწვიოს რაღაცა ინდიფერენტულობის ტალღა და ხო არ შეიძლება ეს გახდეს თავი საფრთხე ჩვენთვის ახლოს კვირებში თუ თვეებში მე მინდა ჩემი მოსაზრება გითხრა უბრალოდ კახა რომ ერთ რამეზე ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით ძალადობა ჩვენგან არ იქნება მე ძალადობა ნახე ერთხელ 91-92 წლებში როდესაც ვიცავდი კონსტიტუციურ ხელისუფლებას და იარაღით დაპირისპირებამ რა გამოიწვია ეს ნახე და თელმა საქართველოს ნახა ამის შედეგი რა იყო ეს არ შეიძლება მეორედ ვნახე ძალადობა სადაც იარაღი არ იყო მაგრამ ასევე ძალით მოხდა ხელისუფლების გაშვება და რა შედეგი მივიღეთ დღეს ყველანი კარგად ხედავთ მე მინდა დავარწმუნო ჩვენი ტელემაყურებელი რომ არავის ნაკლები ვაჟკაცები ჩვენ არა ვართ და ჩვენ შეგვიძლია სადმე შენობაში შევარდნა და გამოვარდნა მაგრამ ეს კიდეც რომ დამთავრდეს წარმატებით მყისიერი შედეგი რომ მივიღოთ აუცილებლად შემდეგ მივიღებთ ისეთივე ან უფრო უარეს ხელისუფლებას როგორც დღეს აქვს იმიტომ რომ თლიანი ძალაუფლების ხელში ასე ჩაგდება აუცილებლად იწვევს ისეთ მოვლენებს რომელი მოვლენებიც ნახეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ ამიტომ ამაზე ყველანი ვიყავით ოპოზიციაში შეთანხმებული და ვამბობთ ერთ რამეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური აქტივობის უფლება სხვა უფლება ჩვენ არ აქვს პოლიტიკური აქტივობა გულისხმობს სწორედ აქციებს სწორედ პროტესტს სწორედ აი ასეთი ტიპის ღონისძიებებს როგორცაც ჩვენ ვატარებდით და უნიკალური იყო ეს საკნების აქცია ასე დროში გაწელი ასე მუხტი შემნარჩუნებელი ასე რაღაც ყოველი საკანი კი ხელისუფლება სხვაგვარად ხატავდა მაგრამ იყო პოლიტიკური ბირთვის ადგილი სადაც იკრიბებოდა ხალხი სადაც ეგ წერლებს თავისი საკანი ჰქონდათ იქ ყოფილ პოლიტპატიმრებს თავისი საკანი ჰქონდათ იქ სხვადასხვა რეგიონებს თავისი საკანი ჰქონდათ რაიონებს თავისი საკანი ჰქონდათ მათ ირგვლივ იკრიბებოდნენ მათი ახლობლები მათი თანამოაზრეები რაღაცა და პოლიტიკური როგორც ორგანიზატორები ვიტყვი უბრალოდ რომ თავის პიკზე ეს იყო 330 საკანი თავის პიკზე ეს იყო 330 საკანი და ეს იყო 330 პოლიტიკური ცენტრი, სადაც ჩვენი მხარდამჭერები იკრიბებოდნენ, თვენახევარი ამ საკნებმა იმუშავა ძალიან სერიოზულად. ამის შემდეგ ახლა ბუნებრივია ეს ახლა დაცხა, ეს ცელოფნები დაიძენძა, ის რაღაც ანტისანიტარია გაჩნდა, იქ ადამიანებიც, რომლებიც აქ მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ, ისინიც ახლა გადაიღალნენ ფსიქოლოგიურად. არ არის ეს ყველაფერს სჭირდება განახლება, ყველაფერს სჭირდება თავიდან რაღაცის ასე ვთქვათ, აღდგენა და თავიდან რაღაცის მობილიზება. ამიტომაც ეს საკნებმა თავისი ფუნქცია შეასრულა ძალიან წარმატებით, სერიოზულად და ის არ არის ფუნქციის შესრულება, როცა CNN, BBC, სოფლიოს მთელი წამყვანი საშუალებები მუდმივად აშუქებდნენ, რომ თბილისში ქალაქში არის საკნების ქალაქი. ქალაქში ესე იყო, ეს იყო შედეგი, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ აქციამ მიიპყრო დედაქალაქისაკენ. ეს იყო შედეგი, თქვენ რა გონიათ, ბაიდენი რომ ჩამოდის, ახლა თავისით ჩამოდის ესე? არა. საქართველოში არის სწორედ ისეთი სიტუაცია, რომ იძულებული არის ამერიკის ადმინისტრაციაც, რომ მან რაღაცა ზომები მიიღოს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის ჩამოსვლა იქნება შედეგიანი. მე არ ვამბობ იმას, რომ ახლა ეს ეტყვის სააკაშვილს, მოდი ახლა შენ ჩაჯექი ჩემთან ერთად თვითმფრინავში და წამომყევი ამერიკაში და აქ არჩევნები დანიშნე. ამას არ იტყვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ, ტელევიზიები, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, სასამართლო, რასაც ამდენი ხანია. ეს ჩვენ თვითონაც ხო ხედავთ, რომ ნელ-ნელა ამ ბრძოლის დროს
რაღაცნაირი ამ მიმართულებით შედეგები არის სახეზე. არის იმ თვალსაზრისით არის შედეგი, რომ ადამიანების შეშინება ვერ შეძლო ხელისუფლებამ. ხო, რამდენი რეპრესია განახორციელა ახლა შენ აგროვებდი მაგის მასალებს და იცი რომ ათეულობით ადამიანი ზოგს ის ჩაუდეს ხელყუმბარა, ზოგს ნარკოტიკი, ზოგი რაღაც დაემუქრნენ, ზოგი სამსახურიდან გამოუშვეს, ზოგი იქიდან ხალხი შეშინებული არ არის პირიქით. ეს ხალხი აღარ შეშინდება უკვე დაამთავრა სააკაშვილმა ის. ჩვენ ვამბობთ, შეიძლება ესე ნერვების ომი არისო. ხო შეიძლება რომ ჩვენში გულისხმობ როგორც ოპოზიციას, ისე ხალხს რომ ჩვენ გუნდყინოს ნერვებმა. მე მინდა ოპოზიციასაც და ხალხსაც უთხრა რომ იყო ხოლმე ჩვენ წინაპრები ესე აკეთებდნენ, შემოერტყებოდნენ ციხეს და ალყა გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. იმ ადამიანებისთვის ნერვებს რო ემტყუნათ, დღეს საქართველოს არ იქნებოდა. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა გამარჯვება, მოდი ერთით ვთქვათ, შევარნაძეს ხელისუფლება იყო გაცილებით უფრო იოლი გასაშვები ასეთი გზით, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება. შევარნაძეს ხელისუფლებას არ ყავდა პრაქტიკულად რეპრესიული აპარატი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ უშიშროების სამინისტრო თქვენ იცით, ახლა ქუთათელაძეც და სხვაებიც ვინც იყვნენ მაშინდელი უშიშროება რა, ახლა ისეთები იყვნენ, როგორებიც ამას აყავს ახლა დაგეშილი ქოფაკებივით რომ ყავს თავისი უშიშროების სამსახური, მკვლელები და ნებისმიერ დანაშაულზე საზრობაზე წამსვლელი რო არიან. ან ნარჩემაშვილი მაშინდელი ახლა მერაბიშვილი შეიძლება შეადარო, ნარჩემაშვილი იკისრებდა სისხლის დაღვრას, არ იკისრებდა, ესენი იკისრებენ. ამიტომ ჩვენ უფრო რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ ახლა გაერთიანებული ოპოზიცია, ვიდრე თავის დროზე სააკაშვილი იდგა, როდესაც შევარდნაძის წინააღმდეგ წავიდა. მე მაშინ იმ პროცესებშიც ვიყავი ძალიან აქტიურად ჩართული, შიგ ეპიცენტრში. მონაწილეობდი ყველა პროცესში რაც იყო და ვიცი ჯარი მაშინ გადმოდიოდა პირდაპირ მოდიოდნენ ის ბატალიონი ერთი ბატალიონი მე თვითონ დავდიოდი ამ ჯარის ნაწილებში მაშინ და კოჯორის ბატალიონიდან დაწყებული და სხვა ბატალიონები დამთავრებული ისინი აცხადებდნენ ყველანი რომ ხალხის გვერდით გავარ და მოდიოდნენ მიტინგზე აცხადებდნენ ამას და ლამის ის იყო რა ქვია იმაში დგებოდნენ ესე მწყობში და ოპოზიციას ეუბნებოდნენ რომ ჩვენ აქ ავართ და არ გავისვრით და ხელს არ ავწევთ საკუთარ ხალხზე. სხვა სიტუაცია იყო, ეხლა სხვა სიტუაცია არის. ამას აქ ყველა ტელევიზია მონოპოლიზირებული. ეხლა მაესტრო და კავკასია ეს არის ჩვენი რაღაც ღუზა რა, რომლითაც რო არ დავიხჩოთ თავი გვაქვს გადარჩენილი, მაგრამ ეს ხომ ვიცით ჩვენ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ისე ეფექტურად არ მუშაობს. ახლა როგორც მუშაობდა მაშინ თუნდაც რუსთავი 2. მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ ახლა ამ სატელიტზე მაესტროს გასვლის შემდეგ უკვე რაღაც მთელ საქართველოში უფრო მეტად და სერიოზულად გამოსწორდება მდგომარეობა. რატომ იცით, ახლა ის სატელიტი ერთვისაც აქვს რაიონში, თებში ვისაც აქვს. იქ ყოველ საღამოთი მაესტროს საკნის რეპორტაჟი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, იკრიბება ხალხი და იმ შეკრებაზე იქ ერთად უყურებენ, მე ერთად ჯელობენ, ერთად რეგიონებში ძალიან შეცვლის. ანუ რამდენი თებშიცაა, იმდენი მომხმარებელი კი არ ეყოლება ამას, ეს 5-ზე, 6-ზე უნდა გაამრავლოს.